ესე იგი მეგობრებო, ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია ბევრი ავტომობილის გადაყვანა საჯარიმოზე და ხალხში, ესე ვთქვათ, სამართლიანი პროტესტი. ვეხმაურები ამ ვიდეოს, რადგანაც მინდა თქვა, რომ საჭიროა აპარატით გაზომვა ხმაურის და დასაშვები ნორმები მოდით გავიაროთ, სად რა რეგულაციებია თუ ევროპაში შევდივართ და ძირითადად ჩვენთან ევრორეგულაციებია თუ ტექ ინსპექტირებას გავითვალისწინებთ და ასე შემდეგ, ევროპიდან გადმოვიდა ეს ნორმები ან ამერიკიდან. შესაბამისად, მოდით გავიაროთ რას გვეუბნება გროკიდან, არა აქვს მნიშვნელობა რომ ხელოვნურ ინტელექტს შევეკითხები, უბრალოდ მარტივი რო იყოს ყველასთვის რა. ჯერ ერთი ვიღაცა ტიპი არ უნდა მოდიოდეს და ის მისი ყურით ზომავდეს რა. ეხლა მე 7 წლები მაქვს მუსიკალური დამთავრებული და მოდი მაშინ იმან გაზომოს თუ მე უფრო მაგარი სმენა მაქვს თუ როგორ გავზომოთ. ყველაფერი არის რაღაც ნორმაში მოქცეული და დეციბალებში იზომება ეს ყველაფერი. ახალი ავტომობილისთვის ევროპაში როგორც ხედავთ და კითხულობთ 72 დეციბელი არის. ვენტილატორი მაგალითად კომპიუტერის 30-დან 40 დეციბელზე არის და ასე შემდეგ. ყველაფერში განისაზღვრება ეს ხმაური. შესაბამისად, მზომი აპარატის გარეშე ვიღაცა მოვიდეს სატრანსპორტო საშუალება წაამართვა ჟარიმაზე გადაიყვანს, ეგ არის არასწორი. მით უმეტეს კალიფორნიაში არ არის ამ ხელა რეგულაციები დაწესებული, ზოგ 70 დეციბელიც არ ქონა, ისეთი ხალხის წაიყვანეს ვიდეოებია ნაირ-ნაირი რა. ვიღაცას უბრალოდ AliExpress-იდან $5 აკრაპოვიჩი პროსტა პლასმასას რო აწერია აკრაპოვიჩი და ვიხლოპის თავზე მიამაგრა რა. რეალურად არის ქარხნული, არც მზომი მოწყობილობით ზომავენ, არც რაღაცა, ეგ არის ძალიან უსამართლო საქციელი, ვინც ეგ ანონიმი იყო, ეხლა ის მთავრობის შეგინება და კრიტიკა იგზალება და შესაბამისად არ მოვიკითხავ. იმიტომ რომ ევრორეგულაციებს თუ ეყრდნობით ან ამერიკისას დავეყრდნოთ, არც ერთ ნორმაში არ ჯდება ესე ყურით გაზომვა, რუსეთი რო რუსეთი არის, აგერ ჩამოვიდეთ და უკითხე ხელოვნურ ინტელექტს დუბაიში 95 დეციბელია და კი ბატონო, ხამე შეიძლება დაწიო ეს მაჩვენებელი და დააჯარიმო ვინც ხამე ხმაურობს. მაგას მივესალმები, რომ თქვათ ბავშვებს რო აღვიძებენ ისა სტრესულია და მით უმეტეს ქალაქში. სხვადასხვა სტანდარტები უნდა იყოს განსაზღვრული და ეს უნდა იზომებოდეს აპარატით. ხმაური იზომება დეციბალებში და არა ვიღაცის სმენით. და კონკრეტული დაშორებებიცაა გათვალისწინებული, ავსტრალიაშიც ესე არის მიღებული Australian Design Rules და ასე შემდეგ. რამდენი ტონა არის რა დაშორებაზე უნდა გაიზომო 7.5 მეტრით ISO სტანდარტით და ასე შემდეგ. რუსეთი რო რუსეთი არის და ბევრი რო გადაობთ, GOST არ რაღაცა აგერ წერია, ესეც ყველაფერი არის ნორმაში მოქცეული, ზომავენ 50 სანტიმეტრის მანძილზეო და ასე შემდეგ. წესით და რიგით ყველაფერ ამას უნდა აპარატი, ან ტექ ინსპექტირების დროს შეამოწმო უნდა ყველა ავტომობილი, მაგრამ შეიძლება შემდეგ ვიღაცამ სხვა ხმაურიანი მაყუჩი მიაყენოს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით მე მივიღებდი კანონს ესე. ამ ყველაფერს ესე რაღაცა არ დავტოვებდი აპარატის ზომის საზომს შემოვიღებდი ყველა ვარიანტში, ავიღებდი ამ კანონებს ავსტრალია, რუსეთის ასე შემდეგ გადავხედავდი და მე უფრო მიმაჩნია ნორმალურად რომ მიიღო 11 საათის მერე, როცა ადამიანებს დინავთ დასახლებულ პუნქტებში, განსაკუთრებით ქალაქებზე არის საუბარი, რომ შეამცირო ეს რეგულაცია, აი მაგალითად დუბაიში მკაცრი ზღვარები არის 30-დან 55 დეციბალამდე საცხოვრებელ ზონებში და განსაკუთრებით ღამითო. გადმოვიღოთ დუბაის კანონი, არ არის საჭირო აქ ეხლა ბიუჯეტი ვიცით ყველამ, რომ ეკონომიკა საბაზისო ვისაც გაგიuliათ, რომ ბიუჯეტი ივსება 90% გადასახადებით რა, მაგრამ მოდი ტურისტებს გადაახტევინეთ რაღაცეები და ისეც გაწივრებულ ხალხს მესამე დონის ქვეყანას ნუ გვახტევინებთ. და
ეხლა ჩემი მანქანა არ გადაუყანიათ, მაგრამ ვიღაცამ უბრალოდ რომ ჩამიაროს და აი შენ არა ქარხნული მაყუთში გიყენია რაღაცაო და ხმა არ მოიწონს, შეუძლია ანუ ჩამოვსვას ჩემი სატრანსპორტო საშუალები და იქნებ სად მივდიოდი და მე სად უნდა წავსულიყავი, ან ოჯახი მივიყავს სადღაც და ეს შუაგზაზე უნდა ჩამოვსვან და საჯარიმოზე გადაიყვანონ და ესე ცუდი სიტუაციები და ბევრი ვიდეოები არის რა. ხო და ეს არის ჩემი პირადი აზრი. გადმოვიღოთ დუბაიდან, გადმოვიღოთ ავსტრალიიდან, გადმოვიღოთ რუსეთიდან, ევროპიდან, სხვადასხვა ქვეყნებს გადახედონ, თუ ვინმე არის ისეთი პიროვნება არაკომპეტენტური, ვისაც არ აქვს შესაბამისი განათლება ინგლისური ან რაღაცა რუსული, ავტომოყვარულები ბევრი ვართ, შევიკრიბოთ, წავადგინოთ ჩვენ ან დახმარება ვინმეს თუ ჭირდება, რა ვიცი, აგერ გროგს შეგიძლიათ შეეკითხოთ, ეს აპარატები შეიძინოთ, როგორც სხვა ქვეყნებშია სტანდარტები, დაარიგოთ საპატრულო პოლიცია იქნება თუ რამდენიმე ეკიპაჟი ერთხელ როგორც ზომავთ ამ დაბურვის ნორმებს შუშაზე, ეგრე იმავე ეკიპაჟებს დაურიგეთ გენაცვალე ეს ზომები და მერე დაგვაჯარიმეთ რა. თუ ხმაურობ, მერე დამაჯარიმეთ, დამიმტკიცო უნდა ესე ვიღაცას ყურში რაღაცა მოესმა, ეგრე არ ხდება ეს ამბები რა. და ხალხში გაღიზიანებას იწევს. ხო. და მერე აქციების მიზეზით შეიძლება იყოს. და სტრესულ გარემოს ტყუილა იქნის ჩემი რეკომენდაცია იქნება მთავრობა და სხვადასხვა დაწესებულებები, მით უმეტეს ზაფხულია, ხალხი დასასვენებლად დადის და უმანქანოდ შუაგზაზე ტოვებენ, გინდა ღამე იყოს. ხო, მე მივიღებდი ესე კანონს, ღამე იქნებოდა მკაცრი რეგულაცია რაღაცა დუბაის მსგავსი რა. ხო და დანარჩენი კიდე დამატებით შეიძლება რაღაც შემოწმებები და ასე შემდეგ და რაღაცა რეგულაციებიც ევროპაზე, დუბაიზე, რუსეთზე, ავსტრალიაზე და სხვებზე უკეთესი ჩემოვიღოთ რა, რაღაცა ქვის ხანაში არა ვარ შევიძინოთ აპარატურა, არის შესაბამისი ბიუჯეტები და ნორმაში მოაქციეთ, ვინც მიყურებთ მაგ სფეროდან. თქვენ გეხებათ, სათავეში რო ხალხი ხართ რა. ნორმაში მოაქციეთ ეს ყველაფერი რა ვიცი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, მოკლედ, რომ დეციბალებით უნდა გაიზომოს და გამაღიზიანებელი არის ყველასთვის და მიზეს ნუ აძლევთ ხალხს იმისას, რომ რაღაც ამ სიცხეში საპროტესტო აქცია მოაწყონ, ან რაღაცა მსგავსი რა, ეხლა შვიდობიანი აქცია იქნება, როგორც სხვა დროს საწვავის აქციები იყო, რაღაცა მსგავსი უბრალოდ შეიძლება შეიკრიბოს ხალხი, მაგრამ რა ვიცი, ისედაც ბევრი ვიდეოები გავრცელდა, მეც ესე ვთქვათ, ქალაქში არა ვარ და ესე მომიწია რაღაცა AI generated ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ აი ბევრი ინტელექტი არ ჭირდება, რომ გინდა Grok-ს, გინდა ChatGPT-ს, გინდა რაღაცა უბრალოდ მოგუგლო, რომ გაიგო, რომ ეს ხმაური იზომება რაღაცა სტანდარტები არსებობს და შესაძლებელი არის აპარატურა, რომ დაამტკიცო როგორც ალკოჰოლზე, რომ ზომავენ და რაღაც შესაბამის პრომილზე ზემოთ ალკოტესტი და ასე შემდეგ არის, იგივეა აქაც რა, მოკლედ. ხმაურის დონე უნდა განისაზღვროს. უნდა დაამტკიცო, რომ ხმაურობს, მერე გადაიყვანო. პრეტენზია მერე არც მე ვექნება, არც სხვაზე ექნება, არც არავის არ ექნება და რა ვიცი, ევროპაშიც ეხვალ ესე, ავსტრალიაშიც, დუბაიშიც, რუსეთშიც და სულ ყველგან. და ეს არის მოკლედ ჩემი აზრი რა, გაიწელა ვიდეო, უბრალოდ გაღიზიანება გამოიწვია რამდენიმე ვიდეომ და ცოდუა ეს ხალხი რა, ყველას იმის თანხები არა აქვს, რომ ეს ჯარიმებზე იაროს და ნერვები იშალოს და ასე შემდეგ, ისედაც სტრესის ქალაქში სტრესი არის მაქსიმუმ დონეზე ისედაც რა. გლიჯეთ ლაიქს და რა ვიცი, იმედია რომ რაღაც ახე მიეცემა ამ ყველაფერს და კი ბატონო, სტიმულირება თუ გინდათ რომ ელექტრო ავტომობილზე გადაჯდეს ვინმე და რაღაც გავსი, სხვა მეთოდები არსებობს და ბიუჯეტის შევსების სხვა მეთოდებიც არსებობს, მოდი ინდუელს და სხვა შემოსულ ტურისტებს გადავახტევინოთ რაღაც ახალი დამატებითი თანხა 1-2%-ით უფრო შევავსებთ ბიუჯეტს, ვიდრე მოვჭიმოთ ჩვენი გაჭირვებული
მოსახლეობა.